ამკრძალავი ნიშნები გვეხება ჩვენ და არ ეხება მაგალითად მიკროავტობუსს, არ ეხება ტრამვაის, არ ეხება ტროლეიბუსს, არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტ ზოგადად. აი მაგალითად, აგერა გახშენ შესვლა აკრძალულიაო. ამას ქვია ეძახდნენ ძველი მძღოლები, რუსულად კირპის, ქართველები ეძახიან აგურზე შევედიო. შესვლა აკრძალულიაო, იმიტომ გეუბნება, იმიტოა პირველ ადგილას, რომ ეს სახიფათო მონაკვეთია შენთვის, იქიდან აქეთ მოძრაობს სამხრივად მანქანები. მხოლოდ აქეთ მოძრაობენ. შენ რო შეხვიდე, იცოდე რომ ვიღაცამ უნდა გაგისვას ხოშიანად და დაგადანაშაულოს კანონმა. ამიტომ კანონი გეუბნება აქ პირველ ადგილზეა ეგ ნიშანი. ამკრძალავებში არის ნომერ პირველ ადგილზე, იმიტომ რომ დიდი საფრთხის მატარებელია. ესე იგი, აგური კატეგორიულად კრძალავს ჩვენთვის, მაგრამ არ კრძალავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ეგ ერთი. ეხლა მეორე, ზოგი ჭორაობს ხოლმე ეს აუყურე, მეორე ნიშანი. მოძრაობა აკრძალულიაო, ცარი, აქაც ამათაც უკრძალავს გამიგე მოძრაობას და არავის მოძრაობა არ შეიძლებაო. მაგალითად, თუ კულტურულად დარღვევის შემთხვევაში შესვლა აკრძალულიაში შეხვიდოდი და იქიდან ვიღაც სამხრივით აგეჯახებოდა, აქ თუ კულტურულად შეიპარები, იცოდე რომ იქიდან არავინ არ დაგეჯახება და ამას ლაითი დარღვევა ქვია რა, ქართულ გაგებაში. ესეც არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო უხიფათოა, ვიდრე პირველი, სადაც შესვლა აკრძალულია. გამიგე? დარღვევა არ შეიძლება, მაგრამ მაინც თუ რო იცოდე ის ძალიან მკაცრია, ეს შედარებით სუბუქი, ლაითი.